გუდაურში უკვე მეორედ ჩატარდა Red Bull-ის ზამთრის ყველაზე გასართობი შეჯიბრი საკმაოდ ხალისიანად წარიმართა ექსტრემალები დაბალი ტემპერატურის მიუხედავად გაყინულ წყალში ჩახტომასაც არ ერიდებიან. ნახეთ ნუცა ტრაპაიძის სიუჟეტი. ადგილი გუდაური, ტემპერატურა -2 გრადუსი, სტატუსი ყველაზე ექსტრემალები. გადმოხტი და გაიყინე Red Bull-ის ზამთრის ყველაზე ექსტრემალური და გასართობი შეჯიბრი სტარტს იღებს. ეს არის Red Bull Jump Freeze. მეორე ტარდება, ყავს 25 გუნდი წელს. უფრო კრეატიული გუნდები ვიდრე შარშა, ჩვენც უფრო მზად ვართ. ამიტომ შესანიშნავია, ყავს ორი მოწეული გუნდი უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ასე რომ ველოდებით უკვე შაურს. მე მგონი შვენიერი ჩამოსვლა იყო. თავარია კაი ხასიათზე ვარ ყველანი და ჟიურის მე მგონი შესაბამისი გულები დაგვიწერა. ლიკანი ყოველთვის ხარს უჭერს ესეთ ენერგიულ და საინტერესო პროექტებს. მით უმეტეს რომ ლიკანი თავის ცოცხალი მინერალების ძალით ძალიან ეხმარება მონაწილეებს, რომ უფრო ენერგიულად შეასრულონ თავისი მისია და დაუწყოვნებლად მივესალმებით ესეთ პროექტებს. გამარჯვებული არის ტრაგიკული ხორცილი. Jump and Free ყველაზე ექსტრემალური შეჯიბრი პირველად 5 წლის წინ ავსტრიაში გაიმართა. საქართველოში კი უკვე მეორედ წარმატებით შედგა. გადმოხტარი და გაყინული საუკეთესო მონაწილეების სამკაციანმა ჟიურიმ გამოავლინა. ზამთრის ექსტრემალური ასპარეზობა გუდაურს ზუსტად 1 წლით დაემშვიდობა.